ის თუ როგორ გიჭირავს ყავის ჭიქა, ძალიან ბევრს ამბობს შენზე. შეხედეთ ფოტოს და აირჩიეთ თქვენი ვარიანტი. კომენტარებში დაწერეთ თქვენი არჩევანი. გაიგეთ, კიდევ რამდენია თქვენნაირი ადამიანი. თუ პირველი ვარიანტი აირჩიე, ლიდერად ხარ დაბადებული, დარწმუნებული ხარ საკუთარ ძალებში და კარგად იცი რა გინდა. ექსტრემალურ სიტუაციებშიც კი ახერხებ სწრაფად მიიღო საჭირო გადაწყვეტილება. ამ ყველაფრის ფონზე კეთილი გული გაქვს და ადვილად ნახულობ საერთო ენას თითქმის ნებისმიერ ადამიანთან. თუ ჭიქა მეორე ფოტოზე გამოსახული ფორმით გიჭირავს, შენ გუნდური მოთამაშე ხარ, იცი მოსმენა და შეგიძლია გულწრფელი თანაგრძნობა. მიზანდასახული ადამიანი ხარ და ყოველთვის ახერხებ აუღო-ალღო ახალ გარემოებებსა და სიტუაციებს. გაქვს უარყოფითი მხარეც. კოლექტიურ გარემოს იმდენად ხარ მიუჩვეული, რომ მარტო მოქმედებისას შეიძლება დაიბნე. მესამე ვარიანტზე გამოსახული ფორმით ჭიქა შვიდ და გაწონასწორებულ ადამიანებს უჭირავთ. შენი მდგომარეობიდან გამოყვანა თითქმის შეუძლებელია, რადგან ემოციებს ფუჭად არ ფლანგავ. ამასთანავე ვერ იტან უსამართლობას და ყოველთვის იცავ დაჩაგრულის პოზიციას. შესაძლოა ცივ და გულგრილ პიროვნებად გთვლიდნენ, რადგან დიდი ემოციების მოჭარბებისასაც კი სახეზე არაფერი გეტყობათ. თუ მეოთხე ფოტო აირჩიე, ძალიან ფრთხილი და დაკვირვებული ადამიანი ხარ, თუმცა არ გიყვარს მარტო ყოფნა და მეგობრების კამპანიას ამჯობინებ. შენს უარყოფით მხარეთ შეიძლება ჩაითვალოს გადაჭარბებული სიფრთხილე და შეცდომის დაშვების შიში. ვისაც ჭიქა მეხუთე ვარიანტში გამოსახული ფორმით უჭირავს, არიან ემოციურად მოწყვლადი და ამავდროულად შესანიშნავი პიროვნებები. მკაფიოდ აღიქვამთ ადამიანებს და ადვილად ამჩნევთ მათ ორსახოვნებას. გრძნობიარე ხართ და ყურადღებასა და მზრუნველობას საჭიროებთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით საყვარელი ადამიანის ყოლა, რომელიც აგარიდებთ ზედმეტ უსიამოვნებებს. და ბოლო, მეექვსე ვარიანტი. თუ ჭიქა ასე გიჭირავთ, მაქსიმალური კომფორტის მოყვარული ხართ. ტყუილ უბრალოდ არაფერს განიცდით და წვრილმან დეტალებს ყურადღებას არ აქცევთ. თქვენი ცხოვრების სტილია სიმშვიდე, თუმცა არასდროს ხართ წინააღმდეგი მონაწილეობა მიიღოთ ახალ თავგადასავლებში. შენ გაქვს ერთი ცუდი ჩვევა, რამაც შეიძლება დაგაზიანოს. არ გიყვარს ნაბიჯების წინ და წინ გათვლა. შემდეგში, როცა მეგობრებთან ერთად ყავას ან ჩაის მიირთმევთ, დააკვირდით, როგორ უჭირავთ მათ ჭიქები.